საზოგადოება ჩვენი სენაკის წევრებს დიდი ხანია გვინდა ვესტუმროთ გაგიას წყარამს, რომელიც არის კარსტული ჭა უნაგირას მთის მაღლობზე, ეკის მთაზე, ან რომელიც გადმოყურებს ჩვენს ქალაქს ჩრდილოეთიდან. და ჩვენი სენაკის წევრები, აგერ იგორ კეკელია, ზურა სანაია, თემო კუბეცია, რომელიც ზომავს ამ კარსტული ჭის სიღრმეს. ნუცა ჯოანია ედიშერბაღათურია ჩვენ აქ ვიმყოფებით, მის შორი ახლოს. და მივადექით მართლაც საკმაოდ სანახაობრივ და საინტერესო კარსტულ ჭას, რომელსაც მოსახლეობა გაგიას წყარამის სახელწოდებით იცნობს. გაგიას წყარამი მეგრულად. ბატონი ტარიელ ჩიქობავა გახლდათ ჩვენი მეგზური, რომელმაც ამ ადგილამდე მიგვიყვანა. ეს ვიდეო მართლა ვერ გადმოსცემს იმ სილამაზეს და მიმზიდველობას, რომელიც ამ ადგილს გააჩნია. თუმცა ეს არის მართლაც შთამბეჭდავი ადგილი. ეს არის 110 მეტრი სიღრმე მიწის ზედაპირიდან კარსტული ჭა ვერტიკალურად, რომელიც თქვა ეს შემოგარენი არის დაახლოებით რამდენი იქნება დიამეტრი იგორ? არ ვიცი, აი მთლიანი ეს 7 მეტრი, თუმცა ეს ზედაპირი უფრო განიერია, გულისხმობა უფრო ყელის ნაწილი 7 მეტრი. თემო საკმაოდ საშიში ადგილას დგას, კი ხედავთ ვიდეოშიც. და 110 მეტრი არის მთლიანი სიღრმე. თუმცა ფსკერზე ჩასულები არიან ლატვიელი სპეციალისტები, პალეოლოგები და შემდგომ ანუ ვერტიკალური სიღრმის გარდა გვერდითი განშტოებაც აქვს, რომელიც 200 მეტრიანი დარბაზი არის თავისი სტალაგმიტებით და სტალაქტიკებით, რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა უერთდებოდეს უნაგირას ქედზე არსებულ სხვა მღვიმეებსაც, როგორიც არის საადამიოს და საწულეისკიროს მღვიმეები, აი ლუკოკინის სახლი. და ეს საინტერესოა ამით, რომ მშრალი არის ეს ტერიტორია, ადვილად მოსასვლელია. თქვა ოფროუდის მანქანებს გზის გაწმენდის შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია აქ რომ მოვიდნენ და სამალოდ აქ გარკვეული ტიპის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაც შეიძლება ისეთნაირად, რომ ეს ველური გარემო მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და არ დაზიანდეს. ბუნებრივ ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ეხლა ჩვენი საზოგადოების წევრი ზურა სანაია ჩააგდებს ქვას და თქვენ შესაძლოა გექნებათ, რომ იხილოთ, მოусმინოთ უბრალოდ ქვის ხმას, აი და მაგითაც მიხვდებით. ეს ახლოს დავარდა. ეს ახლოს ცუდა წავიდა. ტარიელ ჩიქობავა ჩვენი მეგზური. არ ვიცი თქვენ რამდენად გაიგეთ ვიდეოში, თუმცა ხმა საკმაოდ დაახლოებით 10 წამის მერე იყო ბოლო, ასე ვთქვათ, ბოლო დაცემის ხმა ზედაპირზე. აქ მცენარეული საფარიც განსხვავებულია მიმდებარე გარემოსთან შედარებით. ვთქვათ, ეს მელისა არის, იგივე ბურცხალია, რასაც მეგრულად ეძახდნენ, ასევე სხვა ყოჩივარდები და სხვა ადგილობრივი ფლორა, რომელიც ძალიან ლამაზია და ამ უბსკრულის ჩასასვლელს ყელს თავს საკმაოდ შთამბეჭდავად და მიმზიდველი არის ამ ყველაფრის ფონზე. აი ვიდეოში ხა მე ვიდეოში ვიყურები, მართლა არ ჩანს ისე საინტერესოდ, როგორიც ეს არის თვალით და რამდენადაც ისეთი მისტიკური არის, თან შთამბეჭდავი, მასშტაბური და მიმზიდველი თავისებურად. აი ყვავილები როგორი ლამაზი არის, მთის ველური ყვავილები, ყვითელი მწვანე, ყვითელი გვირილები. ყველა სახელწოდება სამწუხაროდ არ ვიცი. თემოს უნდა მაშხალის ჩაგდება. თემო ეხლა ჩააგდებს მაშხალას. თემო მზად ხარ? თუმცა ცოტა სახიფათო არის, იმიტომ რომ ციცაბო ზედაპირი აქვს და შესაძლოა რომ ძალიან სიფრთხილე არის საჭირო აქ. ფრთხილად. შენ ხო იღებ თემო იქ? ჩანს რამე? განართა მაშხალა დავარდა ძირს, იქეთ აღარ შევარდა. და
საინტერესოა რომ ესეთი უბსკრულები აქ სხვაც არის, რამოდენიმე არის უნაგირას ქედზე. თუმცა ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე ღრმა და ყველაზე საინტერესო. გაგიას წყვარამი. წყვარამი იგივე არის, რაც უბსკრული ქართულად. აქ მიმდებარე ტერიტორიაც საინტერესო არის, ამიტომ თქვა თუ რაღაც ტურისტული ბილიკი აქ გაკეთდება, ამის პოტენციალი ნამდვილად არის, იმიტომ რომ მარტო ეს უბსკრული არ არის ამ მიმდებარე ტერიტორიაზე, აქ არის თქვა სულ ახლოს ჯგირელიას საკმაოდ საინტერესო წყარო, რომელსაც თავისებური საინტერესო ისტორია გააჩნია, იგივე აქ საადამიოს ისტორიულ არქიტექტურული მემკვიდრეობა, ეკლესიები, იოანე ნათლისმცემლის იქვე ჩხარის ჩანჩქერი, სხვა ძველი ეკლესიებიც, აქვე არის საჩიქობაო, ფართოწყარის დამშრალი ტბა და ზოგადად ეს მთლიანად ეს ქედი თავისი ფლორითა და ფაუნით და ადგილობრივი კოლხური ტყით ძალიან საინტერესო ტურისტული ბილიკის მოწყობის შესაძლებლობას იძლევა. აი კიდევ ერთხელ ჩვენი გაგიას წყვარამი, ჩვენი უნაგირას მთის საგანძური. ერთ-ერთი. ის ხე არის საინტერესო, როგორ არის დაფესვილი ზედ იმაზე, კლდეზე. რამდენი წელია უძლებს, მაგრამ ბოლო ბედი მაინც მისი იქნება, რომ ჩავარდება გაგია